მებით თვითასამეგობრებო, არასკუთი არის ჩემი ერთი პირადი კონსულტაცია არის პაციენტი. ნახოთ ბუმერანგი. რა ბუმერანგი ელოდება? ავადმყოფობით დაიწყო პირდაპირ ადამიანი მართალია. მიდის ეკლესიაში თა, ესე იგი რაღაც სალოცავად, რაღაც გზები გამიხსნას, წარმატებას მივაღწია, მაგრამ აქ პირიქით უფრო და უფრო ცუდად ხდება ამ ადამიანს აქვს დაახლოებით კუჭ-ნაწლავის ან რაღაც შინაგანი ორგანოების პრობლემები. რა ბუმერანგი აქვს ადამიანს უბრუნდება, ხო. იცით რა არის, უყურებს, ესე ვთქვათ, შორიდან, ვინ როგორ ცხოვრობს, ვინ როგორ არის, აქვს საკმაოდ კრიზისული მდგომარეობა, მე მგონი კი არა, ფინანსური კრიზისი, ანუ ან სიღარიბე, რა ვიცი, სიღარიბე, გაჭირვება რა და მე მართა მოკლედ რა არის, ნახეთ, ეს არის უკვე ის მდგომარეობა, ღარიბი და ძალიან ხო ხდებით, ლუკმაპურიც გიჭირს, ნახე. არ არის გამორიცხული, რომ აქ ძალიან დიდი კრიზისი კონდეს ამ ადამიანს ფინანსური მართლა. რა დაგიბრუნდება უკან, ხო? საკუთარი თავის დანახვა ფაქტიურად ამ ადამიანს არ უნდა ჩემი რაღაცა გარკვეულ დროზე მესაუბრება, დრო დავხარჯე და ამ დროიდან ელოდა შედეგებს, მაგრამ პირიქით აქ არის ასევე, როგორ იცით, თუ ფეხმძიმე არის, იცოდეთ, რომ უცელის მოშლას აბორტს გაიკეთებს აუცილებლად, თუ მამაკაცი არის ამ შემთხვევაში აქ არის დამოკიდებული, არა, აკლიატებული აზრები, უფრო აკლიატებული არაჯანსაღი მდგომარეობა, გადაჭარბებული სმა, მოწევა, რაღაცა ესეთი ვარიანტები. მე არ ვამბობ რამეზე დამოკიდებული არის, არა, გადაჭარბებული რაოდენობით მიღება, შეიძლება არც არაფერზე არის მომენტალურად ადამიანი დამოკიდებული, მაგრამ აი საკვებზე გადავიდეს, მერე დასალებზე გადავიდეს, ხო, დამოკიდებულება კიდე სხვა რაღაცა არის, ეს უკვე ბუმერანგად უბრუნდება. მერე შეიძლება დამოკიდებულიც გახდეს, არ არის გასაკვირი, რა ბუმერანგი უბრუნდება ადამიანს. ჩემი ოცნებები არ ასრულდება, ქალბატონთან დაკავშირებით არ აქვს მნიშვნელობა ძალიან დიდი, ესე რომ ვთქვათ, პრობლემა, ანუ სურვილი არ აუსრულდა, არ აქვს მნიშვნელობა. შეიძლება ქალთან ქონდა მართლა რაღაცა ჩანაფიქრი დაოჯახება, რამე უნდოდა, ანუ ვიცი რაღაც ურთიერთობა, აქ კიდევ შეიძლება ისეთნაირად ან გართობა უნდოდა და არ გამოვიდა კი ბატონო, და შესაძლებელია კიდევ ესეთი ვარიანტი იყოს მისი ვინმე ახლობელი, მაგრამ ის მაინც უფრო არის ოჯახის წევრი არ არის. აი არ გამოსდის ურთიერთობაში, მე ასე ვიტყოდი. ბუმერანგი მონახე რა ბუმერანგი უბრუნდება ადამიანს. იცით რა არის, მიუხედავად ამ ყველაფრისა, რა ის საფუძველზე მაშობი, აქ ხო, ანუ აკეთებს ისეთ რაღაცას, აქ არ არის გამორიცხული ასევე ეკლესიას ხომ მიმართა, შესაძლებელია რაღაცაც გააკეთოს ისეთი, რომ დაუშვათ იქაც შეიძლება გამოსყიდვა, დაუშვათ რაღაცა ან სურვილის ჩაფიქრება, ხო ან რაღაცების გაკეთება, მე გამოსყიდვაზე არ მისაუბრია და არ გეცოდინებათ და ვისაუბრებ მაგ თემაზე აუცილებლად, მაგრამ ახლა აქ არა. და თითქოს წარმატებას უნდა მივაღწიო, მიდის წინს, მაგრამ მოულოდნელად, როგორ არც იცი ოჯახში, მაინც უსიამოვნებები, ესე რომ ვთქვათ. დაცვა საკუთარი ოჯახის ესეთნაირად მიფიქსირდება, დავიცვა ჩემი ინტერესები, მაგრამ ნუ რას უკაცრავად აქ ეს თემა ამას არ გამოსდის, ამას გონია რომ გამოსდის. რა ბუმერანგი უბრუნდება? აქ ჩათვალეთ, რომ ეს ადამიანი
რატომ მიდიხარ მომენტალურად მიდის ამ თემაზე, რატომ მიდიხარ ამ ფსიქოლოგიური რატომ მიდიხარ? აჰა, ესე იგი რომ დალევს თუ რაღაცა იქნება, მომენტალურად ეთყობა, ეს ცუდისკენ ბრუნდება, საქმე რა იყო, თქვენ ვიღაცას აბრალებს შეიძლება, იმიტომ რომ როგორ არის იცით, შენ დამმართე მე ეს, შენი ბრალია, ესეთი რაღაცა მოდის, შენს გამო და შენს გამო ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან და ეხლა თქვენ ხართ ეს თუ სხვა ადამიანია უკვე სხვა საკითხია და მართლა არის ვინმე აქ დამნაშავე თუ არა კიდევ სხვა საკითხია, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება აქვს, არ გაგიკვირდეთ, რომ ვიღაცას შეიძლება კი მივარდეს და დაშინება, გალახვა, რა ვიცი, მკვლელობა, ესეთი რაღაცა მოხდეს, ფრთხილად იყავით თქვენზე თუ არის ეჭვი, მანახე ვისი მოკლა უნდა ასეთნაირად, ასე ძალიან, მანახე ვისი მოკლა გინდა. იყო ეს მოკლა რა თემა არის, მაგრამ ასე არის. აქ შეტყობინებას ღებულობს რაღაცნაირად, ნახეთ, ეს გზასთან დაკავშირებით არის. შეუზრდელო შენ, გამშორდი აქედან. კაცრავად. უზრდელი ეს. და ბუმერანგს ღებულობს კიდევ ეს ადამიანი, თავის თავში იკეტება, ვერ გამომდივარ მდგომარეობიდან, გრევა სრული, გრევა პირადში. სრული გრევა. აქ ამ ადამიანზე მაგიური თავდასხმა არის, ვიღაცა ასე რომ ხელს ისვრის ამ ადამიანზე, წყობა მარტო თქვენ არ გაუმწარები ხართ, რადგანაც ისმენთ ხომ ბუმერანგს, მაგრამ საბოლოო სიტყვა მითხარი. შეტყობინება. უიმედე და ეს გაგის, ამან თუ გაიგო, შეიძლება აქ თქვენი ბედნიერება გაიგოს ან რაღაც ესეთ მდგომარეობა და გაგიჟდება ჭკუიდან აიჭრება. რა ვიცი, ბოლო ვარიანტი ამისი მე მგონი მართლა მაინც სიგიჟე არის. თეთრი ბილეთის მფლობელი ხდება. გეუბნებით. ხო, რაც შეეხება კომენტარები, მეტი ეკუთვნის ასე, ისე, წყევლად. ღმერთი დაუბრუნებს, ასე დაუბრუნებს, ისე დაუბრუნებს. ნუ აკეთებთ ამას ჩემ გვერდზე. ესე იგი, Facebook-ი გამიფუჭეს გვერდით, ამ ისეთნაირად იწყებლებიან, არ ვკითხულობ კომენტარებს. ვინ რას წერს, ასზე არა ვარ. არ ვკითხულობ, ვერ ვკითხულობ. რანაირად უშვებენ გონებიდან ან საუბრა, არ ვიცი, არც მინდა წაკითხოს ამათლა გითხრათ. ამიტომ ახლა იმას არ გაგაფუჭებინებთ YouTube-ის გვერდს, ხო და ხომ იცით, ან დაიბლოკებით, ან წავშლი კომენტარებს, თავი შეიკავეთ ასეთ კომენტარებით.